როდი ხალხი არ მაცებოდი ვისვით, ანუ უკვე ვარ ეს არის ასე ვთქვათ, დაზიანებული ბოთლი, რომელიც სახედან წამოვიღეთ. ეხლა ხან გავავსე ის ასე ვთქვათ წყლით და ჩვეულებრივად იგივე პრინციპია, ფიზიკოსი დაგვეთანხმება. ეს რო არ იყოს გამხდები მაშინ სატრუბი, მისგან წყალს ჩვენ ვერ ამოვქაჩავდით, ხო? ისევე როგორც ამ წუთში საერთოდ ვერ ვიგებთ თუ ეს არის ასე ვთქვათ დაზიანებული საწინააღმდეგო. სახსები საკმარისია. ხო? უკვე დავუვიდა. ხედავ? მაგიდან არის მოკის. ეს არის ვერ ხედავ? საჩვედი სამყარო და ხალხი. არა, მე ამის იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შეგიძლიათ ბავშვებისთვის ჩხირებით ჩაანაროთ, ხო? მაგრამ ესეც თუ დავშვათ ისინი რომ მოწონთ ბავშვებს. აქვიათ სატრუპის ვერ ამოიღო იქიდან მურავიანი წყალი თუ სხვა წყალი. ხო, ის არ გამოსდის, ხო? ანუ ეს ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩავატარეთ, ეხლა გადავიდეთ მეორე ექსპერიმენტზე. ხელსაწყმას, სამედიცინო ხელსაწყმას, ნუ გიწერიათ გამჭირვალეო და რაც გქონდა კაცის დამოვიდრე. რო ვალაგებდი ამ ცებრმაში ქმარი გადამერია. ვიღებთ როცა უმკანის წყალს ვახავთ, მაშინ არის განსაკუთრებით შთამბეჭდავი. როცა ჩვენ გვინდა რომ ჩავყენოთ მასში წყალი. ვინმე ჩაიწვი. всё, აღარ წავიდა. გაიხსნა უკვე. არა, არ გაიხსნა. არ გაიხსნა, მაგრამ ატმოსფერული ეხლა შეხედეთ ამას ოდნავ. ამას ოდნავ ჰაერ ჩავუშვებ. ამის შემდეგ ის უკვე სულთლიანად გაიხსნება. ამის შემდეგ მოხდება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, რაც ბავშვებს ძალიან მოეწონება, უბრალოდ მე ბოდიშრიფტი უნდა გავიდე და ეს გადავაქციო და დავაკვირდეთ შემდეგ ამას ვუბრუნებთ იგივე მდგომარეობას. ხელის ფორმას, ასე ვთქვათ, იღებს უკვე არის. ეხლა გადავაქციო და დავაკვირდეთ შემდეგ ხელს, ხო? არ ჩავასწრებ. ჩაიქა მას შემდეგ რაც ეს ოდნავ გადავდიე და შიგ ასე ვთქვათ, ატმოსფერული ჰაერი ჩავიდა, ხო? მაშინ ნახოთ ფორმა. მაგანდარი გავა ეს შეგუწული ასეთი დარჩა რაც შიგნით იყო. ანუ გადავხედოთ ეხლა ვნახოთ ეს ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენს ლიგში მოცემული არის ნომერი მერვე. მე-16 კვირზე. მოდით რა, ერთი წუთი. მოდით გავუყვეთ აი ამას, იმიტომ რომ ეს ჩვენ მერვე არ გავგვიხილა, ხო? როგორ მოქმედებს დახურულ ჭურჭელში ნარჩენი ატმოსფერული წნევა. აი ამას ვიკვლევთ ჩვენ აი ამ ექსპერიმენტით, ხო?
ნარჩენი ატმოსფერული წნევა, როგორ მოქმედებს დახურულ სულჭეებში. ნუ მასალა უკვე გასაგები არ სჭირდება, მე აქ საწურუპი არ გამომიყენებია უბრალოდ მექანიკურად ჩაუშვი მასში ჰაერი და თქვენც იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ, ანუ გაამარტივოთ ეს რო რა ვთქვათ, არის სწორად იმიტომ რომ მას კოჩი უნდა რომ მიამაგრო და ასე შემდეგ და იგივე პრინციპი არის რაც იქ. და პირველ წრეში ორი წლის სახით არის მოცემული, პირველ წრეში ხელსაწყმანი კილოში უნდა ჩავდოთ, როგორც გავაკეთეთ და შევეცადოთ წყალი ჩავასხათ. როდესაც აი ესე მე ვასხავდი ახედან წყალს, ეს რო იყოს არა ასეთი ხელსაწყმანი, არამედ სამედიცინო გაუმჭვირვალე ხელსაწყმანი, ის არაფერს არ უშვებში. აბსოლუტურად არაფერს. ვერცერთ წყალში ვერ ჩაასხავ. რომ მე ძალოვანი არა. აი სამედიცინო აი თეთრები რომ არის გაუმჭვირვალე, ისინი არაფერს არ წყალში გარჩევაშებიან. ასე მე სახში რაც მქონდა ბრობის წამოვლე ხალხების გასაგებია. ანუ ნახავს ბავშვი რომ შიგ წყალი არ ჩავიდა, ორ კანს რომ მიუშვიდოს ბავშვმა, სახში რომ უთხრათ რომ გავაკეთოს იგივე, სულ ზემოთ შადრევანი დაწავს. შიგ არ ჩადის და აქედან აწავს, უკანა აწავს. აი ეხლა ვისაც აიღებს შეუძლია შესაძლებელია გავიდეს ეს თავიდან გააკეთოს და სულ ზემოთ ამოუწყავს წყალს შიგნით არჩევა. მას შემდეგ რაც ანუ მეორე ცდა არის, როდესაც ოდნავ ჰაერს უშვებთ შიგნით, ოდნავ გადაწიე ისე რომ საწოლს კი არ ვიყენებ, ოდნავ ჰაერი ჩაუშვი, ამის შემდეგ უკვე მასში ჩადის ჩვეულებრივად წყალი და ისხმება ასე თქვა წყალი, მას შემდეგ რაც იქიდან წყალი გადმოუგვარეს, მას შეიძლება უნდა იგივე ფორმა, რა ფორმაც წყლიან ხელსაწყმანს ჰქონდა. ეს ბავშვისთვის არის ასე თქვა ძალიან საინტერესო, ხო? და ისოს კითხავს, რატო ხდება ასე? ანუ უნდა უყვას ახსნას ბავშვმა შევეცადოთ რომ ავახსნებინოთ მას რაში მდგომარეობს საწრუპავი ჩხირის როლი და ატმოსფერული წნევის როლი. ეხლა თვითონ კითხვა რომელიც დასმულია თავში რომ ნარჩენი ატმოსფერული წნევის როლი, ხო? ნარჩენი ატმოსფერული წნევა რას ნიშნავს? ხო, ანუ შეგო რაცა რაღაცა ატმოსფერო რომელსაც გააჩნია თავისი წნევა, ხომ შეცდომა ხომ არ უშვებს ფიზიკოსები, დამეხმარებს. ამის შემდეგ უკვე ის მოქმედებს იმაზე, რომ შიგნით წყალი საერთოდ ვერ მოვათავშეთ, ანუ არ ჩავიდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის გავლენას, ხომ? და მას შემდეგ რაც ჩვენ ნარჩენი ატმოსფერული წნევას კიდევ დავამატეთ, ანუ ჩაუშვით შიგნით, აი ასეთ დროს შიგნით შევიდა კიდევ დამატებით ატმოსფერო, ანუ ჰაერი, აი აქ ეს მთლიანად თუ ჩავასხავდი უფრო მეტყავს, უფრო საბეჭდავად გაიხსენებოდა ხელი. მაგრამ მას შემდეგ რაც გავავსე ეს წყლით და ისევ გადავჭიმე ხელსაწყმანი, ანუ აი ეს ატმოსფეროსთან კონტაქტი გაუწყვიტე, ასეთ შემთხვევაში რო გადმოვაქცე, ნახეთ ეხლა მეწერა ჰაერის ჩაუშვი და ნახეთ ისევ მან დაკარგა თავისი ფორმა. თუ ისევ ჩავასხავ მასში წყალს, ასე ვთქვათ და გადავაქცევ, როგორც იქნება წყლიანი, ისევე შეინარჩუნებს ის თავის ფორმას. და იქ იქნება ნარჩენი ატმოსფერული წნევა. დიახ, ეხლა მე მინდა გაგახსენოთ ერთი რამ. როდესაც მე დავწერე მეოთხე კლასის ბუნებისმეტყველების წიგნი, მაშინ ბავშვებს შევთავაზე ასეთი პატარა თვითნაკეთი ხელსაწყოს გაკეთება. ეს თვითნაკეთი ხელსაწყო გახდა იგივე პრინციპზე აგებული. ანუ რას ნიშნავს ეს? ვთხოვდი რომ აიღოთ ჩვეულებრივი პატარა ქილა, მასზე გადაეკრათ ასეთი, ანუ ბუშტი მეწერა ის, ბუშტზე დაემაგრებინათ დაგორგლილი, ასე ვთქვათ, ქაღალდი, რომელსაც ექნებოდა პასკის კალმის ფორმა, სკოჩით დაემაგრებინათ. აი წარმოიდგინეთ ეს რომ იყოს ასეთი, გადაჭიმული ზედაპირი, ამ გადაჭიმულ ზედაპირზე კალამი მათხოვებს. აი წარმოიდგინეთ რომ არის ქაღალდის დაგორგლილი, აი ესე ვათავსებდი, აი ეს ოდნავ შუიდან ვიწყებდი და ამაზე სკოჩით იყო დამაგრებული. აი ამას ვდებდი ფანჯრის რაფაზე გარედან, აი ასე კედელი წარმოიდგინეთ რომ ეს არის ფანჯრის რაფის კედელი, ეს არის ასე შუაზე,
ზემოთ ხაზი ამზე, ქვემოთ ღრუბელი. და ზუსტად შუას უსწორებს. თუ დავუშვათ ის გადაიხრებოდა, აცდებოდა ხაზზემოთ მეორე დღეს მზია, თუ ქვემოთ ჩამოვიდოდა, ამ დროს წენიანობა იმატებს და ამიტომ ეს ჰაერში არსებული წყლის წვეთების მომატების გამო და ამიტომ ეს მოქმედებს ამ ცნობიარე ზედაპირზე და იწევს მის მოძრაობას, ხო? ეს იყო ატმოსფერული წნევის გავლენით, ის მოდიოდა მოძრაობაში მილიმეტრებით, მოდის მოძრაობაში მილიმეტრებით, ეს გახლავთ პირველი ნაცნობად კუსტარული ფსიქომეტრი, რომელიც დამზადდა ზოგადად. ასე პრინციპზე იყო, თორე დღეს ახლა უკვე ისეთი გრძნობიარი არის, რომ ნუ რა გითხრათ, ხო ძალიან, მაგრამ ეს არის მარტივი თვითნაკეთი ბავშვებს, პრობლემები თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ, როგორი ამინდი იქნება. თუ დაამზადეთ ამ ხელსაწყოს და მეოთხე კლასელი ბავშვები იკლავდნენ თავებს და ამ ყველაფერს აკეთებდნენ. ანუ მე თუ ახლა იმ ჩემს მეოთხე კლასელ ბავშვებს, უკვე მეშვიდე კლასში აი ამ ორს ჩავუტარე, ჩემთვის უფრო იოლი იქნება, ბავშვი რომელსაც ის უკვე ნანახი აქვს და ის ექსპერიმენტი ჩატარებულია, უფრო იოლი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ის გამომეყენებინა როგორც წინარე ცოდნა და ისე დამეშენებინა ეს ორი ექსპერიმენტი მასზე იმ კონცეფციასთან ერთად, რომელიც სახელმძღვანელოში გაკვეთილი სახით არის მოწესრიგებული.